აი მეგობრებო, მინდა კიდევ ერთ თემას შევეხო. ქართული ოცნების წყალობით და Deep State-ის დაფინანსებით ყოფილ ვარ. საფრანგეთი, ბელგია, ჰოლანდია, გერმანია, პოლონეთი, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი. რამდენიმე ქვეყანა დამჭა და ალბათ იქაც ჩავალ და მინდა გითხრათ, რომ არსად, აბსოლუტურად არსად არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ ქალაქში არ მინახავს, რომ ერთი ძაღლიც ყოფილიყო უპატრონო. ახლა ჩვენთან რა ხდება ვიცით, მაგრამ მანამდე მინდა გითხრათ, ახლა ეს შემოღობილი არის ძაღლების სასეინო. ახლა არის სამუშაო საათები და არავის არ ძალია. როგორც კი დამთავრდება სამუშაო საათი მოვლიან სახლებში, გამოიყვანენ და აქ ასეინებენ ძაღლებს. იქეთ ადამიანების ასეინოა, აქეთ ძაღლების ასეინოა, რო ერთმანეთი არ შეაწუხოს და რაღაცა. ეს არის ევროპული მიდგომა. ეს არის ევროპული სიყვარული ბუნებისადმი, ცხოველებისადმი და საერთოდ ყველაფრისადმი და საერთოდ სიყვარული მძლავრობს აქ. ახლა ჩვენთან რა ხდება ჩვენ ქვეყანაში? ჩვენ ქვეყანაში, რომ სალამ ვიყავი, მაგ სულ ვადევნებდი თვალს და ათობით ბრიფინგი მქონდა ალბათ. ქუთაისელი ჟურნალისტები დამეთანხმებიან. ყოველ წელიწადს იზრდება ბიუჯეტში მიუსაფარ ცხოველთა შენახვის ხარჯები. აბსოლუტურად ყოველ წელიწადს. ყოველ წელიწადს გამოხმობილი ქონდა დოკუმენტები და ამ წუთას აქ არა მაგ. ყოველ წელიწადს იზრდება აცრა, ცოფსი აცრილი რომ გაკაცრა ძაღლმა უპატრონო, მაპატრონიანმა რა მნიშვნელობა აქვს, გაკაცრა ძაღლმა ან რაღაცა შეხება ქონდა და აცრილთა რაოდენობა და ყოველ წლიურად იზრდება ბიუჯეტში ფული, რომ აცრან ადამიანები ცოფის საწინააღმდეგოდ. აქიდანა უკვე დასკვნა და მინდა ახლა მიმართო ოცნების მოყვარულებისა და თან ახლა ზოგიერთი არის რომელსაც ცხოველები უყვართ რა ამ ოცნებაში ბიჭო ხო უნდა დაფიქდეთ ხო შობეთ ძაღლები ამ დედა აფოთქებულებს არაფლისადმი სიყვარული არ გააჩნიათ მხოლოდ ფულისადმი სიყვარული და ამ მიუსაფარი ცხოველების ხარჯზე ყოველწლიურად იზრდიან შემოსავალს. ესაა ევროპა და ესაა რუსეთის საქართველო. და კიდევ ერთხელ ბიჭო დაფიქდით ისი აგერ ახლა უცებ მოვაყოლე ნახეთ ახლა როგორაა უზრუნველყოფილი ნაგავი ეს არის ბოთლების ისა ესა პლასმასების ესა ქაღალდის ესა საჭმლის ნარჩენების ვაშლი ფოთოლი და რაღაცები ახატია. ეს საერთო ნაგავი. ესაა ევროპა მეგობრებო და ახლა შეხედეთ კიდევ რამხელა სკვერია ეგერ და ახლა კალაძე რო იყოს ქალაქის მერი აქ უკვე ჩადგმული იქნებოდა 30 სახლი ისე ერთმანეთთან ისე ახლოს რომ ფანჯიდან ფანჯარაში მოპირდაპირე ბინები წყალს და იმას ყავას აწოდებენ ერთმანეთს. ესაა ევროპა და მაგაა რუსეთი, სადაც ახლა ცხოვრობთ. მაგ ჭაობს. ქვია მაგას ჭაობი.